Καλόδρομο Δαβατονέλο Μογεσσαλούτα, πυρολίξιμητα Κρίσια, Τιλόγιζα στο Φράγματο. Δηλαδή, Ιερβέλη. Ιερβέλη. Ახალგაზრდები აცილები და ახალგაზრდები ჩვენთან მიდასწრებით. თეორიულად მოგონებები არ შეჭდება. ეს ცოცხლებს შეიძლება. ნუ ისეთი ნეოლოგიები. ისეთი კაცები. ისეთი დიდი ადამიანები გაიზარდნენ, როგორც თემურის თვითონ. ასოდეს არ ეშლებოდა. არც უფროსების და არც ასულების პატივისცემა და მოგონება. დიდი მადლობა გრიშა. მე ბედნიერი ვარ. 55 წელი მახაშილი რომია შენთან და ასეა და სულ ეგეთი იყავი და ამაზე დიდი მადლობა თემოს, იმიტომ რომ შენ მათთან ის მეგობრობა და ეს ყოლის მოვიტანა. რა შეეხება თემოს. ისე წავიდა ჩემი და მისი ცხოვრება, რომ სუერთადა და თემურის შრომითი საქმიანობა კონკრეტულად არის დაკავშირებული და მოხდა ისე რომ ბატონიგია დამეთანხმება, ყველა დამეთანხმებით რომ მოხდა ისე რომ სიკვდილამდე ერთად ვიყავით. ერთადერთი შემთხვევა იყო რომ მე მისი მრჩეველი ვიყავით, დანარჩენი სულ ჩემი მოადგილე იყო. ეს პერიპეტიები რაც ბატონოვარენი თავგაც აიხსენა და საერთოდ მინდა გითხრათ რომ დარბაზში რამდენიმე ადამიანს ხედავ რომელთა გარეშე შეიძლება თემურის საგწორვალებისკენ მწორვალებამდე ვერ მიერთს იგივე ის ინსტიტუტი რომელიც მან გააკეთა და ხელი დახმარების თქვენი ინიციატივით მერე უნივერსიტეტიდან ეხლა ნერვაიან პარკეთს უყურებ უცხერ და იმ მარმარილოზე რომ გონი წელი მეკინა რომ რამდენჯერე ვარ წასული ხან მაიკოპში ამ პარკეთის საშუალებელი ხან მოსკოვში ხან ფულის საშუალებელი ხოლო თითქოს ყველა ყავს ვიღებდა მაგრამ მაშინაც ფინანსთა სამინისტრო იყო და ეხლაც ფინანსთა სამინისტროა როგორც ეხლა ვერ გააგდებინებთ კაპის მათ ისე ვერ გააგდებინებთ იმაში და თემურის საოცრება იყო რომ საბოლოო ჯამში შევდიოდით მტრებთან და ტოვებდით მეგობრებს და ამაში მე რო ისეთი ხიმილი არ მქონდა რომელიც თემოსახო გასაგებია რა ეხლა ბოლო დაბადების რომელზედაც აქ სქენდან მეგობრები და საგრძელო ითქვა და მათთვისაც აღმოჩენა იყო რომ ყოფილიყო თემური არ იქნებოდა მეტეხის თეატრი რომ ყოფილიყო თემური არ იქნებოდა სოხიშვილების სტუდია რომ ყოფილიყო თემური არ იქნებოდა ბავშვთა გალერეა პიონერები თქვენ რომ სასმიქებდნენ პიონერებში მონაწილეობა არ მიეჭია რომ ყოფილიყო თემური მიუხედავად იმისა რომ სხვა საბრალებს არ იქნებოდა შარიკაშვილის თეატრი რომ ყოფილიყო თემური ისეთი კარგი დედაენის იუბილე არ იქნებოდა საქართველოს 100 წლისთავი როგორც აკეთა თემურის მონაწილეობა რომ ყოფილიყო თემური დედაენის ძეგლი არ იქნებოდა თბილისში მოვადრობ ალბათ რაღაც დეტალებზე ვილაპარაკეთ მაგრამ ეს ასე იყო ბევრმა არ იცის ეს ტაქტის გამო პარტიული დისციპლინის გამო ხოიც როგორ არის ყველაფერი უნდა დააბრალო იმ კაცს ვინც საკითხი გადაწყვიტა რომ შევეცდოთ ესეც არ ჭირდებოდა მაგრამ მოსმენა იცოდა გაზიარება იცოდა და ხედიშაწობა იცოდა რომ გამახსენდება დედაენის ძეგლის ისტორია კვლევის სიცილით იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ამოცანა იყო არავის არ გაეგო შევარდნაძის პირობა იყო ასეთი მენტეშაშვილის გარდა არავინ არ უნდა იცოდეს იმიტომ რომ პაუზა გავიდა ხელ შეგვიშლიან როცა ხამხილი შეშლაზე გამახსენდა როცა საქართველოს ტელევიზიას ხუთი ხონდა ასეთი თუ გახსოვთ შეიძლება გახსოვთ სამშობლო და მერე ბერძენიშვილის ეკები შემოდიოდა 78 ანანიკა შევიდა კგბ-ში და ყველა იყო ქართველის დაწეული ეს ისე ცნობისთვის ეხლა თემური აი ბოლო რაც გაკეთდა ბატონი გია ხალბატონი ლეაქარია ბოლოს ეხლა თემური ბატონი გურამის ერთი უბრწყინვალესი კაცი გურამ თავარტკილაძის თხოვნით ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ეხლა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტია და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და თორნიკეს ადაილაზვა თორნიკე აქ იყო ზეა გაქრა ხო გაქრა პირველ გამიხარდა რომ დავინახე ის იმიტომ რომ ის სტუდენტები ჩვენ ბავშვებს კი ეძახობთ მაგრამ სტუდენტები რაღაც მართლა საოცრები იყვნენ რაღაც საოცარი ბავშვები და უნდა გითხრათ რომ
ალბათ იქ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელსაც თემური ძალიან არ უყვარს. ძალიან დიდ პატივს აცემს. არაფერს არ ამბობს კოლეგებზე, ის ხმამებებზე, ის მეგობრებზე და ამხანაგებს. თემური იყო კაცი. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თემური იყო კაცი, რომელსაც ჰქონდა დიდი ოჯახი. დიდი პატრონი იყო ამ ოჯახის. ყველაფერი ეს გენეტიკიდან მოდიოდა და ხოლოს მინდა ერთი ცოტა ხიმლის მონღოლელი ისტორია გითხრათ. ახლა წდება თემურის გამოყვანა სასახლეში. ეს არის საიდუმლო. მივედით სახლში და გშიათა. და დედამისი საოცარ ხარი ჩარგონა. და მე იმას ვუყურებ, რომ შვილი არის, შვილზე გიждდებოდა, მაგრამ არანაკლებ უყვარდი მეც და აუ ამას ხაჭაპური უყურს არა და დაფრიალ ერთად გაგვიწყდა მე დემო ჩუქჩულებს და საქმე რაშია რომ მიდის რაღაცები იცით ახლა საკადრო საკეთე და საიდუმლო არის ეს იმენა დიდი საიდუმლო რომ ეს არავინ არ უნდა გაიგოს და შევთანხმდით რომ ვიდრე არ გაიგეს ამ სტადიებს ეს არავინ არ უნდა გაიგოს და მეორე დღეს ველი კარათი ლაპარაკობს რომ შგენტი ინიშნება ჩვენთა სასახლის დირექტორი დაუძახეთ ემურის მე დადაიგე მე უთხარი ხო იცი რა ხდება მე ასად არ მეთქვია მე არ მეთქვა შენ არ გითქვა მოიცა ჩაგონას დაურეკო დაურეკეთ ჩაგონას ჩაგონა თქვა კი მე ვთქვიო რატო თქვიო საიდუმლო იყო და თუ საიდუმლო იყო ჩემ დარას ლაპარაკობ ამ სასახლის ძალიან დიდი ისტორია ეხლა ვიღაცამ ბოდი შეთქვია რა ნუ წარსმე უნდა და სასახლის ბოლო წარსულო თქვენ გახსოვთ აქ რა ხდებოდა დემონსტრაციები და უნდა გამოწყდე რომ კულისებიდან იყოთ ისეც მეც აქტიურად მონაწილეობდი პროტესტში მაგრამ აი ეს რაც თემური თქვა მოყვა ისტორია ის ისტორიაში ის ვერ ითხოვდა იმას რაც სინამდვილეში მოხდა ის რომ ახლა წარსული ამბავი და შეგავთქო რომ პავლე გილაშვილმა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის თავმჯდომარემ გასვა საკითხი რომ სასახლე არ დღეს როგორც მეფის ნაცვლის დროს იყო, ესე იგი, კავკასიის თავმჯდომარე იყო და მაგრამ ნუ კაი სასახლეა. ისეთი რომ შეიძლება დელეგაციების იროვითო აქ და დელეგაციები ხლა გერმანიას და ერთად სადღაც აქ დელეგაცია იყო, პავლეს ხალხი გილაშვილი და პავლე მოთო თემურის უთხრეს რომ შენო ხორცახალო წინააღმდეგია სასახლეო რომ შენო რაღაცას ვაგიშენებთ ამ სასახლესო და ეხლა თემური ძალიან თეთრი არის ხო მაგრამ კაშავდა და რა თქმა უნდა მოვარდა ჩემთან. მე ამ დროს უკვე კავშირი აღარ მაქვს არც მის დანიშნასთან, არც სამინისტროსთან, ტელევიზიაში მუშაობდა. მე ავდეხი და უთხარი რომ მოდი დავურეკოთ შევარდნელი და დავურეკეთ შევარდნელს. შევარდნელზე მოშლა ჟენტი სასწრაფო მკითხა. მე უთხარ სადიქნი მაგერაზეც მითქე და მოვიდესო ჩემთან. ეს 3 საათი ვერ მოახერხე შევ ეს წრით კიდევზე ჩამოდიან და თემური მოუყვა. კარგია. ეხლა ეს არის ორშაბათი დღე. საღამოს 11 საათია დაახლოებით ვრემია დამთავრდა, პროგრამა ვრემია და შევარდნაზე ვრემია შემდეგ იცოდა დარეკა ოდეჩინიშვილი და სასული ხალის მოსაუბრება. დარეკა როგორ ხარ დაკეთე და აი შენ მაურ ამბავი თქვაო. შენ როგორ უყურებო? როგორ მე ვუყურებ ბერიან მიცა ბავშვებს სასახლე და გილაშვილი ერთად. როგორ შეიძლება უყურებდეთ ისინი? ხოდა ხოლო ადეკი და ბიურო დამთავრდება 10 ხელი რომ ეთქ. და თქვიო რომ ქალაქში დადის ხმა აკეთიკი და თანაშეს მე მგონია მე შენ და შენ გავიმარჯვე. ბიურო დამთავრდა 10 ხელი. აგინდაო. საკეთებულად მიხელა ასიარი. რა არის ერთი პრობლემა და ახალ ბიუროზე მიდან ერთი გითხრათ მეთქე სპექტაკლი. Care istoriko შევარდნით სოციალურ. კენერფიში იყო გასაგები. დახურული ბიურო აგიტნეორა. ზუსტად ბიუროს ერეთან თქვია და ხარი პიონერთა სასახლე ბავშვებს აჩუქა ბერია. მე აქცენტი გავაკეთე ეს ანტიპარტიული ეს ჩალათის სისხლისღები რაღაცა და ამოდის მეთქი რომ თქვენ არც მეთქი თქვენ არც მეთქი. რაო და ირაცან დაიძახა ჭორია და პავლე და ჭორია რა თქმა უნდა. აი ეს იყო სპექტაკლი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ აუპრევამას მომეორე მითხრები შემოდაიყო. ისათვის რომ ხარ, იყავი, იქნები და
ყველაფერი ეს ყველა ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს შვილიშვილებს უნდა იცოდნენ ხა თემური როგორი ბაბუა იყო, გასაგებია თემური როგორი მოღვაწე იყო, ეს მათ ალბათ ასეთი დომი შეხვდით და პირველად გაიგეს დიამატეთ, თემი ბაბუეთი და ბაბუა იყო არანორმალური დიდი კაცი. მადლობა.